Ღვთათა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღევანდელი წირვა ჩვენთვის ამ ტაძრისთვის იმით იყო გამორჩეული, რომ პატარა გალობლებმა პირველად იგალობეს მთლიანად წირვაზე. კი გალობდნენ ხოლმე პატარ-პატარა ლოცვებს, პარაკლისებს გალობდნენ, მაგრამ აი წირვაზე შეიძლება ითქვას, რომ პირველად დადგნენ და მადლობა ღმერთს ამისთვის და მადლობა ნიკოლოს, რომელიც სათავეში უდგას ამ საქმეს და მადლობა ამ ბავშვებს, რომლებმაც მოინდომეს. და ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა თავად მსახურებასთან დაკავშირებით. გალობა იქნება ეს, მედავითნეობა იქნება, სტიქაროსნობა თუ სხვა. ბევრი რამ არის, ესე იგი, გასათვალისწინებელი, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან სასიხარულოა, მეორე მხრივ დიდად საპასუხისმგებლოა. და არაერთი შემთხვევა ყოფილა სამწუხაროდ, რომ კიდევაც ყოფილა ადამიანი ტაძრის მსახური, მაგრამ შემდეგ მიუტოვებია ეს და ანუ საფუძველი თუ სწორია, საფუძველი თუ კარგია, მაშინ შენობაც მყარად იდგება ზედ და თუ საფუძველშივე პრობლემებია, უკვე არ არის კარგი. და საფუძველი რა შეიძლება იყოს? ჩვენი დამოკიდებულება მსახურებისადმი. დამოკიდებულება, რომ ესე იგი პირველ რიგში სიყვარული ერთმანეთისადმი და პატივისცემა. სიყვარული და პატივისცემა. ასეთი გამოთქმაც ხო არსებობს, თუ გვერდში მდგომი არ გიყვარსო, ვერ იმღერებ. გალობა ხო მით უმეტეს. არა მარტო ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ, არამედ ღმერთი უნდა გიყვარდეს და ჩვენი ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს ის, რომ ვიღაცა დაგვინახავს, მოგვისმენს და მიტყვის, რომ აი რა კარგად გალობდნენ. მრევლის სიამოვნებაზე არ უნდა იყოს, მრევლის მოწონებაზე არ უნდა იყოს ჩვენი აქცენტი გაკეთებული. ესეთ შემთხვევაში ის იქნება მხოლოდ სიმღერა და არა გალობა. გალობა უნდა იყოს პირველ ყოვლისა ლოცვა. და გალობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არაერთი რამ თქმულა წმინდა მამათა მიერ გალობის შესახებ და მოკლედ ვიტყვი შინაარსს, ესე იგი. იგალობება ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა, რაც უფრო განგრძობილად ითქმება, გონებისთვის უფრო ადვილია დასამახსოვრებლად, რაც უფრო დიდხანს დაკავდება ამითი გონება. მაგრამ იმ განგრძობილ ნათქვამს, თუ არ ახლავს ჰარმონიულობა და თან სასიამოვნო არ არის ჩვენთვის, ძნელია რომ მიიღო. იმ გალობას, რომელიც ეს სიტყვა განგრძობილად ითქმება, თუ არ ექნებოდა ის სილამაზე, ის ჰარმონია, ჩვენ გაგვიჭირდებოდა ამის მოსმენა. და როდესაც ორივე არის, თან ღვთის სიტყვა და თან ლოცვა არის ღვთისადმი მიმართული და თან ეს ყველაფერი ადამიანი ხო მაინც მიესწრაფის იმას, რაც სასიამოვნოა და იმას ადვილად იღებს. და გამოდის რა, ღვთის სიტყვა ჩვენს გულში იბეჭდება. აი ამ გალობის მეშვეობით. ოღონდ ამ გალობელიც და მედავითნეს თვითონ უნდა ფიქრობდნენ არა იმაზე, რომ როგორ კარგად წაიკითხეს, რომ ვინმე თქვას რა კარგი გალობელი თუ მედავითნე, არამედ აქცენტი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რომ ესე იგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლოზი ამას აკეთებს და მთავარი ეს არის, რომ ამას ეუბნება, რომ ესე იგი უნდა მოსწონდეს ეს ღმერთს. ჯერ ჩვენ უნდა ვიგებდეთ, რას ლოცულობთ, რას გალობთ, ჩვენს გულამდე ჩადიოდეს და მერე ჩვენი გული და ღმერთამდე მიდიოდეს. ეს საუკეთესო შემთხვევაში, მაგრამ ამისი მცდელობა უნდა იყოს. მამა პაისი ათონელი მონაზვნებთან საუბარში ასეთ რამეს ამბობდა, რომ თუ იქ დედათა მონასტერი იყო, თქვენ იცით, მის მიერ დაარსებული და ამბობდა, რომ გალობელიო, თუ ფიქრობს იმაზეო, რომ იღუმენიას, ანუ წინამძღვარს მოაწონოს თავისი გალობა, არც წინამძღვარს არ მოეწონებაო, არც ღმერთსო,
და ვერც იქ დამსწრენი მიიღებენ სულიერ სარგებელს. მაგრამ თუ ჩვენი აქცენტი სწორად იქნება ორიენტირებული, რომ ღმერთს სათნო იყოს ჩვენი გალობა, მაშინ ღმერთსაც მოეწონება წინამძღვარსაც და მრევლიც სარგებელს მიიღებს. აი ეს არის მედავითნისა და მგალობლის მთავარი მიმართულება, რომ ჩვენ ღვთისადმი ულოცულობდეთ, არ უყურებდეთ იმას, ახლა ვინ გვისმენს, ვინ გვიყურებს, ეგ უნდა დაივიწყო. რაც უფრო მაგას დაივიწყებ და ღმერთი გაგახსენდება, მით უკეთესი იქნება ის გალობა. მეორე კიდევ და ერთ-ერთი მთავარი არის სიმდაბლე, რომ ჩვენ გვახსოვდეს, ესე იგი, რომ დაბალთა მოსცის მადლი უფალი ამბობს. თამდაბალ ადამიანს უფალი მადლს მიანიჭებს და დიდხანს და უკუნისამდე დატოვებს თავის მსახურებაში. სიმდაბლე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩათვალო, რომ ამას მე ვაკეთებ. პირიქით, მადლობა უთხრა ღმერთს, რომ გამოგვირჩია თავის მსახურად. გამოგვირჩია, ეს პატარა ამბავი არ არის. ნებისმიერი მსახური ეს ღვთისგან არის დადგენილი და ღმერთი ენდო ადამიანს და მიანდო ეს მსახურება. ამიტომ მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რომ ჩვენ ეს მოგვენთ. და რაც უფრო სიმდაბლით ვატარებთ ამას, მით დიდხანს შენარჩუნდება. უფალი ამბობს სახარებაში, რომ ყველაფერიც რომ გააკეთოთ, რაც გავალიათო, თქვით, რომ მონანი ვართ უხმარნიო, გამოუსადეგარი მონები ვართ, მსახურები ვართ. რადგან რაც გევალებოდა ის გავაკეთეთ. გევალება რომ წაიკითხოთ ვიგალობა, უნდა წაიკითხო და იგალობოდა. ახლა ადამიანი იტყვის, მე კარგად ვიგალობე, კარგად წავიკითხე. ხო და სწორედ კარგად გალობა და წაკითხვა გევალება. ალბათ ცუდად გალობა კი არ გევალება. ამიტომ როგორც არ უნდა იგალობა და როგორც არ უნდა იმსახურება. უნდა თქვა, რომ მე გამოუსადეგარი მონა ვარ, რაც მევალებოდა ის ვქენ. და ეს ვიღაცამ ისე კი არ ჩათვალოს, რომ ადამიანმა თავი უნდა დაითრგუნოს, რომ აი მე ახლა სულ ასე უნდა ვფიქრობდე, რომ მე მაინც მეტი ვერაფერი გავაკეთე, რაც მევალებოდა. ნეტა ის გავაკეთოთ, რაც გევალებოდა. და გარედან შემოსული ვიღაცის მიერ ნაქმებით შემოსული სიამოვნება არაფრად არ ღირს იმ ადამიანისთვის, ვინც იცის საღვთო მადლის სიტყვება. ვინც ეს იცის, რომ ღვთისგან რას იღებს აი ამ სიმდაბლის გამო, არაფრად არ უღირს ის, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანებისაგან, რომ თითქოს მე რაღაცას წარმოვადგენ და აი ასეთი ვარ და ისეთი ვარ. ამიტომ ეს რაც უფრო სიმდაბლით იქნება, უფრო მეტი სიტყვაც ექნება ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ, რომ თვითონ ტაძრის მსახურის პირადი ცხოვრების წესი, ქრისტიანული ცხოვრების წესი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ტაძარში ვგალობდეთ, მედავითნეობდეთ, სტიქაროსნობდეთ თუ სხვა, მაგრამ პირადი ლოცვითი კანონი იქნება თუ ცხოვრების წესი იქნება, ეს რაღაცა არ იყოს მოწესრიგებული. და ესე იგი, მაშინ რა გამოდის, ესე იგი, ჩვენ ამეთი ადამიანებს სარგებელს მოვუტანთ, მაგრამ არა იმდენად საკუთარ თავს. იმიტომ რომ მე შეიძლება როგორც სასულიერო პირმა მოვიდე აქ წირვა ჩავატარო, ხალხი ვაზიარო, მაგრამ მე თუ სახში არ ვლოცულობ, არ მარხულობ, ჩემი პირადი ცხოვრების წესი თუ არ არის ქრისტიანული, მაშინ თქვენ მიიღებთ ამით სარგებელს, მაგრამ მე ვერ მივიღებ. აი ამაშია საქმე. აი დღევანდელ სახარებაში რაც წავიკითხეთ, მე კიდევ ერთხელ მინდა მოგიკითხოთ, ეს ეხება არა მარტო ღვთის მსახურს, ტაძრის მსახურს, არამედ ეხება თითოეულ ადამიანს, ესე იგი, რომელიც ქრისტეს გზას მიუყვება და ჩვენ თუ განვაზოგადებთ, ღვთისმსახური არის თითოეული ადამიანი. თუ გავიხსენებთ მოციქულ იაკობის სიტყვებს, ჩვენს მიერ არაერთხელ თქმულს, რომელიც ამბობს, რომ ღვთისმსახურება წმინდა და უბიწო არის ქრივებისა და ობლების მიხედვა მათ გასაჭირში და საკუთარი თავის დაცვა ამ წუთისოფლის ამაოებისაგან. აი რა ყოფილა ღვთისმსახურება, რასაც ის ამბობს, რომ განვაზოგადოთ, რომ საკუთარი თავი დაიცვა ამ წუთისოფლის ამაოებისაგან და
ქრივსა და ობოლს მიხედო მათ გასაჭირში. ანუ შენ წმინდად იცხოვრო და თან მოწყალება გაიღო მათთვის. და ეს არის განზოგადებულად რო თქვა და ნახეთ უფალი რას ამბობს. ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისა ისმენიან. ჩემი ცხრები, ჩვენ გვინდა რომ ქრისტეს ფარაში ვიყოთ. ჩემი ცხრებიო, ჩემს ხმას ისმენენო და მე ვიცნი იგინი და მომდევდნენ მე. და მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომდევენ. მომდევენ რას ნიშნავს? ნიშნავს რომ ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცხოვრობენ. არა საკუთარი წარმოდგენებით, არა ამ წუთისოფლის სხვადასხვა წარმოდგენებით, არამედ ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცდილობენ რომ ცხოვრება მოაწყონ. ქრისტეს მიემსგავსო, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია. მცდელობა ეს იყოს ყოველ შემთხვევაში. ღვთის სიტყვით სავსე იყოს ადამიანი და ცდილობდეს რომ მისი ცხოვრება გარდაქმნას ქრისტეს სიტყვის შესაბამისად. და შემდეგ ნახეთ და მე ცხოვრებას საუკუნო მივცე მათ და მე მარადიულ ცხოვრებას სიცოცხლეს მივცე მათ და არა წარწმდნენ უკუნისამდე და არავინ მიმტაცნეს იგინი ხელთაგან ჩემთან და ჩემი ხელიდან მათ ვერავინ ვერ გაიტაცებს. აი წარმოიდგინეთ რა ამაზე მეტი მანუგეშებელი სიტყვა შეიძლება რომ არსებობდეს რომ უფალი გეუბნება რომ შენ თუ ჩემი ხარ, მოისმინე ჩემი სიტყვა, გამომყევი და შენ ჩემი ხელიდან ვერავინ ვერ გაგიტაცებს და მე შენ საუკუნო ცხოვრებას მოგცე. მარადიულ სიხარულს მოგცე. მამაი ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, მამა ჩემი ზეციერი მამა, რომელმაც ისინი მომცავ, გახსოვთ სხვაგან ამბობს, ვერავინ ვერ მოვა ჩემთან, თუ ჩემმა ზეციერმა მამამ არ მოიყვანაო. და ჩვენ თითოეული რომელიც მოვედით, ზოგს ჯერ ჩვენ გონია რომ ჩვენით მოვედით. ან ჩვენ კიდე ვიღაც მოვიყვანეთ ეკლესიაში მოვიყვანეთ. ჩვენ კი არ მოვიყვანეთ, ან ჩვენ კი არ მოვედით, არამედ მამა ღმერთმა მოვიყვანა იესო ქრისტესთან. ეს სახარებისეული სწავლებაა და მამაი ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფრო ის ყოველთასა არის, ანუ ყველაზე მეტია, ყველაზე დიდია, ვინც თქვენ ჩემამდე მოგიყვანათო და არავის ხელწიფების მიტაცებად მათთა ხელთაგან მამისა ჩემისათა და არავის არ შეუძლიაო რომ იმ ადამიანების გატაცება მისი ხელიდან. და მაშინ კითხვა ისმის. მაშინ რა არის ის ძალა, რასაც შეუძლია ადამიანი ღვთის ხელიდან წაიყვანოს, ეკლესიიდან წაიყვანოს. მაშინ რა არის ის ძალა? ის ძალა ერთადერთი, ეს არის ჩვენი პირადი არჩევანი, რომელშიც ღმერთი არ ერევა. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვიტყვით, რომ ეშმაკია ის ძალა, რომელიც ცდილობს, რომ წაიყვანოს, მაგრამ ეშმაკს არ აქვს იმის ძალა, რომ წაიყვანოს. საქმეც ამაში, ეშმაკს არ აქვს იმის ძალა, რომ წაიყვანოს. თუ თავად ადამიანი არ გადადგამს მისკენ ნაბიჯს, ადამიანი არ გააკეთებს მისკენ არჩევას. ახლა როგორ შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, რომ ჩვენ ღმერთთან გვინდოდეს, ყველანაირად ვცდილობდეთ და ღმერთმა ჩვენ ვერ შეგვინარჩუნოს? და ვინმე მისი ხელიდან ეშმაკმა მისი ხელიდან ადამიანი მიიტაცოს, ესეთი რამე გამორიცხული, ეს სახარებისეული სწავლება. მაგრამ ამავე დროს ისიც სახარებისეული სწავლებაა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. აი არჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საითკენ გინდა რომ გადადგა ნაბიჯი, თუ ღვთისკენ გინდა რომ გადადგა ნაბიჯი და ისე გინდა რომ გადადგა, როგორც უფალი გასწავლის. მაშინ შეუძლებელია რომ შენი თავი ვინმე მიიტაცოს ღვთის ხელიდან. მაგრამ იმას რომ ჩვენ ღვთისკენ გადავდგათ ნაბიჯი, ამას ჩვენი არჩევანი და მონდომება ჭირდება და იმას რომ ისე გადავდგათ ღვთისკენ ნაბიჯი, როგორც ამას თავად გვეუბნება, ამას სიმდაბლე ჭირდება. რომ დაემორჩილო იმ სიტყვას, რაც უფალმა გითხრა და არ თქვა რომ მე ასე მგონია, მე ასე ვფიქრობ რომ უკეთესია და ვიმართ ჩვენ, რომ ჩვენ ასე გგონია და ისე გგონია. აი უფალი გეუბნება, ასე გააკეთე და გადარჩე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი სავსე იყოს ღვთის სიტყვით. იმიტომ რომ აი ნათქვამია,
ცხოვართა ჩემთა, ხმისა ჩემისა ისმინიან, ჩემს ხმას ისმენ. და მე ვიცნი იგინი და მომდევდნენ მე. და თუ ღვთის სიტყვა არ იცი, როგორ უნდა მისდევდე ქრისტეს, როგორ უნდა ასრულებდე ღვთის სიტყვას, თუ არ იცი. მერთმა მოგვანიჭოს ძალა ჩვენს და ჩვენს პატარა მგალობლებს, მასწავლებელს, ყველა მასწავლებელს თუ ყველა ტაძრის სახურს თუ მრევლს თითოეულ ადამიანს, რომ ქრისტეს სიტყვით ვიყოთ ჩვენ სავსე და ქრისტეს სიტყვას მიუყვებოდეთ და იმედი გქონდეს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ღვთის ხელიდან ვერანაირი ძალა ვერ გამოგვიტაცებს და ჩვენ ვიქნებით დაცული ღვთის მადლით. და ღვთის მადლი ენიჭება და იცავს ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ სიმდაბლით აკეთოს ეს ყველაფერი და არა აპატავნებით. მერთმა დალოცული და გახარებულები გამოვხდით.